ეს 9 აპრილის ქუჩაა და ის ჭიათურაში ერთ-ერთ ძველ უბანშია. აქ ძირძველი ჭიათურლები ცხოვრობენ. ახლა აქაურებისთვის მთავარ პრობლემად სახლამდე მისასვლელი გზა იქცა. ადგილობრივები გზის გარდა მოუწესრიგებელ საკანალიზაციო ქსელზეც საუბრობენ, რამაც გზის საბარი კიდევ უფრო დააზიანა. ეს მილები აღარ ვარგა. ეს არის უკვე ძალიან დიდი ხნით არის დაყრდილი. არც ერთი წვეთი არ გადის კანალიზაციის მილში. დაშორდა წვიმისგან, მით უმეტეს ერთმანეთის მილები. 92 წლის კაცი ვარ. წვიმა იქნება, გავლა არ შემიძლია, ამაზე ვერ გეივლი. წყალი მოდის იმხელა, არხები აღარ არის, ის არხები დამიწებულია სულ, მოდის გზაზე წყალი. არ ვიცი ახლა ასეთი მდგომარეობა თუ რომელიმე სოფელშია, საუბნო გზა, დღესდღეობით როგორიც აქ არის. ამ ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ამიტომ ადგილობრივებს ხშირად ტაქსით უხდებათ გადაადგილება, თუმცა უგზაობის გამო მათ ხშირად უარს ეუბნებიან. გზა არ ვარგია და არ მოდის მანქანა არ მოდის საერთოდ. ეს ახლა ახლობელი იყო და უთხარი და შემეხვეწა და დამევიყვანებიო და არა მოვალ მე აქ. რაზე უნდა მოხვიდო, ვაფშე, მანქანა უნდა მოსპო აქა. ჭიათურას ესტაფონის ავტომაგისტრალზე ეს ერთადერთი სათადარიგო გზაა. ერთი რეზერვი გზა, ერთი შემოვლითი გზა. მე მგონი ჭირდება ეს გზა. წლების მანძილზე ყველა ხელმძღვანელობის შეცვლის დროს წერთ განცხადებებს. შეიძლება წელიწადში 10 ჯერ 20 ჯერ მივიდეთ, მაგრამ არანაირი საშუალება ჩვენ გზას არ გააჩნია. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ 9 აპრილის ქუჩაზე გზის მშენებლობა მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ფიქრობდით ჩვენ იმას, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ წლის განმავლობაში უბრალოდ მაინც შეკეთებულიყო იქ და ან დაუშვათ წყლის არხები მოწყობილიყო კიუეტებს ასაც ვეძახით, ან მოხრეშილიყო, მოშანდაგებულიყო. მაგრამ ეს ყველაფერი გამოიწოდა იმას, რომ მაინც ხელთავიდან იქნებოდა გასაკეთებელი, მთლიანად ეს ქუჩა და ეს ფული წყალში უნდა გადაყრილიყო. ფონდისთვის უკვე პროექტები, საპროექტო წინადადებები წარმოადგინო უკვე. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ მთლიანად გზის საფარის რეაბილიტაცია მოასფალტება მოხდეს. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ მათი თხოვნა უყურადღებოდ ამ ჯერზე მაინც არ დარჩება. დღეს საქართველოს გარემოს დამცველი ვახტანგ ოქროპირიძე ჭიათურაში იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, ჭიათურის საჯარო სკოლის დირექტორებთან, შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც. შეხვედრის მიზანი გარემოს დაცვის ოფისის მიერ დამტკიცებული ეროვნული პროგრამის გაცნობა იყო. საქართველოს გარემოს დამცველის ოფისი დღეს ატარებს შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან. შეხვედრის მიზანი არის გავაცნოთ საქართველოს გარემოს დამცველის ოფისის მიერ დამტკიცებული სასკოლო ეკოკლუბების ხელშეწყობის პირველი ეროვნული პროგრამა და ამავდროულად განვიხილოთ ბათუმის დეკლარაციაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი. მათ შორის არის სამოქმედო გეგმის შემუშავება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე და მოხდეს ეკოლოგიური თვალსაზრისით არსებული პრობლემების შესწავლის ღონისძიებები. ჩვენ უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ანგარიშს ჩატარებული მონიტორინგის შესახებ, რომელიც გახდება საჯარო და მასში ერთ-ერთი მონაწილე და კომპონენტი იქნება ჭიათურის მუნიციპალიტეტიც, რასაკვირველია. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სამინისტროს მედიაციის სამსახურში დაზღვევასთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამომხატველი 15786 განცხადებაა შესული. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მათგან საყოველთაო დაზღვევას მხოლოდ 327 უკავშირდება. სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული მონაცემები საყოველთაო დაზღვევის წარმატებულობას ადასტურებს. 15786 ასე ვთქვათ, განაცხადი არის შესული მედიაციის სამსახურში უკმაყოფილების გამომხატველი და აქედან განაწილებას თუ ავიღებთ საყოველთაო ჯანდაცვიდან ვიმეორებ საწყის 15786 საჩივარი, აქედან მხოლოდ 327 არის საყოველთაო ჯანდაცვაზე და აბსოლუტური უმრავლესობა ეს არის პენსიონერების და უმწეოების დაზღვევა, სწორედ ის ლოტი, რომელსაც ჯერ კიდევ ადმინისტრირებას უწევენ კერძო სადაზღვევო კომპანიები. ეს ღია ინფორმაციაა და შეგიძლიათ გადამოწოთ, თუმცა ბოლო წუთების მონაცემებს გაძლევთ. ვიმეორებ
თითქმის 16000-დან მხოლოდ 327. ცუდია, კარგი არ არის, არც ერთი არ უნდა იყოს, მაგრამ ეს გვაძლევს სურათს სტრუქტურაზე, ადმინისტრირების სტრუქტურაზე. არ არის, ანუ საყოველთაო დაზღვევის პროგრამა 28 თებერვლიდან ეტაპობრივად დაიწყო. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ გეგმიური ოპერაციები, ოჯახის ექიმის მომსახურება, ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და ორსულთა მშობიარობის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო. დაწესებულებიდან რომელიც ხიდზე ჩამოსათვლელად არის ეს სცენარი. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში 61 ჯარისკაცის მოწამვლის მიზეზი საკვების დამზადებისას დაშვებული შეცდომა იყო. დავით სერგენკოს ინფორმაციით მომხდარზე პასუხისმგებლობა კვების განყოფილების თანამშრომელს დაეკისრა. შპს ქართული კვების კომპანიის განცხადებით, მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. მზარეული კი, რომელიც ჯარისკაცების კვებაზე იყო პასუხისმგებელი, კომპანიამ სამსახურიდან დაითხოვა. შემთხვევა იყო რამდენად შეცდომილია ოსიაურის სამხედრო ბაზაში 61 სამხედრო მოსამსახურეს აღენიშნა მსუბუქი მოწამვლის ნიშნები, რომელსაც მე აკითხე სამედიცინო პუნქტს და ერთჯერადი კონსულტაციით და ერთჯერადი დახმარებით მოხდა ამ შემთხვევის კუპირება. ეს სავარაუდო მიზეზი ამითი იყო, ამის სავარაუდო მიზეზი იყო საკვების დამზადების პროცესში დაშვებული შეცდომები, რაზეც უკვე რამდენადაც ვიცი პასუხისმგებლობა დაეკისრა კონკრეტულ თანამშრომელს ამ კვების ბლოკის, თუმცა აი ზოგადად ვესტები ერთწინადად გითხრათ, რომ საკვები და კვებითი მოწამვლა არ არის მხოლოდ პროდუქტის ხარისხი, ეს არის მთელი მწკრივი პროდუქტი, ხარისხიანი პროდუქტი, დამზადება, შენახვა, მიწოდება და აქვე მინდა ვთქვა, რომ აქაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის თვითონ მომხმარებლის გამო იკვებება ამითი სწორი ჰიგიენა, ხელის დაბანა. ირაკლი ვაჭარაძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქო მათ ინიციატივას უსახლკაროთათვის სოციალური თავშესაფრის შექმნაზე ბიზნეს ინტერესების გამო ეწინააღმდეგება. ვაჭარაძე განმარტავს, რომ მათი მთავარი მიზანი უსახლკაროებისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფა და მათ რეაბილიტაციაში დახმარებაა. საპატრიარქოს პოზიციას ჰომოფობიური განცხადებების გაგრძელება დაფასებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი. სიკეთის იდეაზეც კი მონოპოლია აქვს. შეუზღუდავი შემოწირულობები სად მიდის არავინ არ იცის, უამრავი მილიონები იხარჯება და ამ დროს მაინც ადამიანები კვდებიან ქუჩაში და ამ დროს როცა მე არც საპატრიარქოს ფული მინდა, არც სახელმწიფოს ფული, ჩემი სურვილით ვაკეთებ, აი ლარს ვაგროვებ, კიდე მე რომ მეტყვი, რომ არ გააკეთობო. უბრალოდ არა ადამიანობაა. როდესაც ჯგუფი მიუხედავად მათი, თქვათ, ორიენტაციისა თუ იდენტობისაც ცდილობს ამ სოციალური სიკველის განხორციელებას, ეკლესიის მხრიდან ასეთი პროტესტი, მაშინ როდესაც ის უნდა იყოს სწორედ ყველაზე მეტად სოციალური თანასწორობის იდეის გამტარებელი ქვეყანაში და ქველმოქმედების ის ამას აკეთებს. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი განცხადება. საპატრიარქოს წარმომადგენელთა განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობაში დაზიანებული და დაავადებული ხალხია და მათთვის ბავშვების ჩაბარება დაუშვებელია, ხოლო სოციალური თავშესაფრის გახსნის შემთხვევაში აქციების დაწყებას გეგმავენ. ჯანდაცვის მინისტრმა იდენტობის ინიციატივას არაკოორდინირებული უწოდა. დავით სერგენკოს განცხადებით, ორგანიზაცია იდენტობის ინიციატივა უსახლკარო ბავშვებისთვის თავშესაფრის მოწყობის შესახებ კოორდინირებული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისი არაა. მხოლოდ თავშესაფარის მიცემა ბავშვებისთვის არამც თუ საკმარისი არ არის. თუ არ იქნა მათი აღზრდის მეთოდები შეთანხმებული საერთაშორისო დეკლარაციებთან, იგივე იუნისეფის დეკლარაციებთან. ჩვენ ამაზე
ეს არის სრულად ჩვენი პასუხისმგებლობა და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ანუ მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ ბავშვების დახმარებისათვის იქნება მიმართული, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მოქცეული იმ საერთაშორისო გამოცდილების და საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოებში. ჩვენ მზად ვართ ესეთი თანამშრომლობისთვის, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს მექანიკურად, რომ მე სახლს ავაშენებ და შევუშვებ იქ ბავშვებს. ეს ეწინააღმდეგება ორ საერთაშორისო კონვენციას. პირველი დეინსტიტუციონალიზაციას უმიჯერს ამის წარმოება ხოლმე და მეორე სწორედ ეს აღზრდის ძირითადი მეთოდები. თუ ეს პირობები იქნება დაკმაყოფილებული და ამასში სათავო დაწესებულება არის ჯანდაცვის სამინისტრო და სიამოვნებით ვითანამშრომლობთ ნებისმიერთან, ეს საკითხი ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით არასამთავრობო ორგანიზაციამ იუნისეფის გამოცდილებაზე დაფუძნებული მეთოდები უნდა გაითვალისწინოს. სერგეენკოს თქმით, აღნიშნული სტანდარტის შექმნის შემთხვევაში ხელისუფლება მსგავსი ტიპის წინადადებას მიესალმება. ჩვენ არანაირი გიორგი ბარამიძე სოჭის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის წასვლის წინააღმდეგია. ეს იქნება თავზე ლაფის დაცმა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ასე გამოეხმაურა გიორგი ბარამიძე სოჭიში ქართული დელეგაციის შესაძლო წასვლას. ბარამიძის თქმით, სოჭის ოლიმპიადას რუსეთი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და საკითხის გადაწყვეტისას მთავრობამ ქვეყნის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. ოფიციალური დელეგაცია აბსოლუტურად წარმოუდგენელია ასეთ ვითარებაში, რანაირად შეიძლება ესწრებოდეს იქ, რომ იყვნენ თავსლაპ დასხმული, რანაირად შეიძლება იდგეს საქართველოს ნებისმიერი მთავრობის წარმომადგენელი, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის, წარმოუდგენელია ეს, იმიტომ რომ მე არ გამიხარდება არც როგორც მოქალაქეს, არც როგორც ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, რომ საქართველოს მთავრობა, რაც არ უნდა მე მასთან უთანხმოება მქონდეს და დაპირისპირება მქონდეს, იყოს ასე დამცირებულ მდგომარეობაში და თუ მთავრობის წარმომადგენელი იქნება დამცირებულ მდგომარეობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს იქნება დამცირებულ მდგომარეობაში და მე ასეთი ვითარების ნახვა ნამდვილად არ მსურს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულ სპორტსმენთა მხარდასაჭერად მისი ჩასვლის საკითხი განიხილება. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2014 წლის 7-23 თებერვალს სოჭში გაიმართება. ჭიათურის პეიზაჟები, ასე უწოდეს მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტს, რომელიც გეოგრაფიისა და ბიოლოგიის პედაგოგებთან ერთად განახორციელეს. ლია მუმლაძის თქმით, ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლებაა. გადავწყვეტეთ, რომ ამაღლებული იყო მოსწავლეთა გარემოს დაცვის ცნობიერება და ძალზედ აქტუალური საკითხია და ჩამოგვაყალიბებინა ეკოკლუბი, ამისათვის რაღაცა წინ მსწრები ღონისძიებები უნდა ჩაგვეტარებინა და პირველ რიგში გადავწყვეტეთ მე-7 და მე-8 კლასელების მონაწილეობით შეგვექმნა პროექტი ჭიათურის პეიზაჟები. მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა ჭიათურის ღირსშესანიშნაობებზე და ქალაქში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს. გარემოს დაცვა და ბუნებაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, აღნიშნეს ახალგაზრდებმა. ჩვენ ამ პრეზენტაციით გვინდა და ყურადღება გავგემახვილებინა ჭიათურის პრობლემებზე და მოგვექცია ყურადღების ცენტრში. ჩვენ მომავალმა თაობამ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ არ დავაბინძუროთ გარემო. არ მოგწონს, რომ ჭიათურა ესეთი დაბინძურებულია, რადგან ის არის ძალიან ლამაზი ქალაქი, თავისი ბუნება. ეკოლოგიურ თემაზე წარმოდგენილ პროექტებს სპეციალური ჟიური აფასებდა. დღეს დაგვევალა მე-11 კლასელებს შეგვეფასებია ჩვენი თანასკოლელების პრეზენტაცია. ძალიან მოგვეწონა, ძალიან გვიდა რომ ჩვენი ჭიათურის მდგომარეობა გამოსწორდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი პირობების გამომდინარე ძალიან დაბინძურებულია ქალაქი, გვინდა რომ ხელოვნურად ადამიანების მიმართ აღარ მოხდეს ქალაქის დაბინძურება. მე-7 და მე-8 კლასელების თვალით დანახული ჭიათურით მოხიბლული დარჩა მასწავლებელთა სახლის ტრენერი ლიკა გომართელი. დიდი მადლობა, რომ ეს მართლა თქვენ აქტუალურ თემად მიიჩნიეთ. ამ ჯგუფის მიზანია, რომ განახორციელონ ერთობლივი პროექტები, რომელიც სარგებლობას მოუტანს როგორც მათ პროფესიული თვალსაზრისით უფრო გაიზრდებიან და გაიღრმავებიცოდნეს, ასევე მოსწავლეებსაც. ქალბატონილია ყოველთვის ტრენინგებზეც და კონსულტაციების პერიოდში ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდა და ქალბატონი თინათინი და აი შედეგსაც ხედავთ. ახლად შექმნილი ეკოკლუბის წევრები უახლოეს მომავალში გარემოს დაცვითი ღონისძიებების მოწყობას გეგმავენ.